რას გვათამაშებენ? ვის რა თუნდა, მაგი, ვის? ქუთაისი ისე მიცეს თბილისში. გამოგწეს, რას გვატყუებენ, კაცო? დებილობ არა, მაგი? გიჟები არის, მოგონია და გვაგიჟებენ ჩვენ თამდე. ანუ თქვენს აზრით ქუთაისელი ვარ და ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი და უნდა იყოს სხვა რაღაცეები კიდე, რომ არ დაემსგავსოს სოფელს. არ ვიცი, მებია დაბერდი, კანდა უკვე ვეღარ გევიგი ამ ხალხის ვერაფერი, რასაკეთებენ და რასაკეთებენ. მაგის სერიოზულად განხილვის ჯერ ალბათ არავინ არ აპირებს და მათ შორის არც. ძალიან დიდი ხუმრობა მგონია და ძალიან ისეთ. და რეალურად ალბათ რა ვიცი, მაინც ქუთაისს არაფერი არ დააკვირდება, თუ წაიღებენ ამ პარლამენტს აკეთებენ, არც არაფერი მომატებია ამდენი. საკმაოდ არასერიოზულია. ეს არის რაღაცა აბსურდული. ამას ორი კლასის განათლების მქონე ადამიანი არის თქვენ. რას ქვია მიკუთია პარტიას ყარა. რა აზრია? ვის მოვიდა თავის საინტერესო. ეს არანორმალურია. არა, ლამაზი, ჯერ არც უნდა ეშენები და თუ აშენენ, მაშინ უნდა დარჩეს აქ და ცოტა ხანი მაინც უნდა იყოს. რა არის თამაში? რას უშვებიან ამ ხელა შენობა? არასერიოზული არის. ასე მიმაჩნია მე. ქუთაისში არის პარლამენტი და რატო უნდა იყოს თბილისის პარლამენტი? თბილისში არსებულ პარლამენტს რატო უნდა ეწოდოს ქუთაისის? ხო შეიძლება სხვა ქალაქში დამოუკიდებელ საჯარო დაწესებულებას ეწოდოს საუბრად სხვა ქალაქის ქუთაისში არსებული პარლამენტის სახელი. აჩდება არც პარლამენტებში. რასა სისულელია და მიდია. არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ ანუ თბილისს ეკუთვნის ქუთაისის რაღაც და ქუთაისს ეკუთვნის თბილისის ქუჩა. ანუ თბილისის ქალაქში რაღაც სისულელად მიმაჩნია მე ეგ აზრი. იმიტომ გამოაცხადეს, რომ თბილისში გადაეტანა პარლამენტი. ალბათ ამისთვის არის მიმართული. რა სერიოზულია ჩემი აზრით. ურ შეიძლება ქუთაისს ეკუთვნის თბილისის ცენტრალური ქუჩა. და რომ რამე მოხდეს, რეაგირება უნდა გააკეთოს ქუთაისის პოლიციამ დაუშვა ან თუ რანაირად უნდა იყოს, ეგ ვერ გავიგეთ. და ეგ არის რავი სრული სისულელე. იმიტომ რომ ან ქუთაისში უნდა იყოს, ან თბილისში, იმიტომ რომ თბილისში და ქუთაისის მისამართი, რავი, არ ამგონია რომ სწორი იყოს. რავი, რაღაც ალბათ შეღავათია და რაღაც პრეფერენცია გეთება ქუთაისის მიმართ. ალბათ სწორია. მე მგონი მაინც ესე აჭირებს. როგორ აჭირებს? თბილისში გადავიდეს.